ეხლა თქვენ ლაივში ხედავთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას. ამ წუთებში ვიყოფებით ჩვენ ლისის თავზე ფაქტობრივად, სადაც ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აქ მიმდინარეობს მიზანმიმართულად ხეების დაწვა. ჩვენ ეხლა რასაც განახებთ, ფაქტობრივად არის კატასტროფა, რაც აქ ხდება. ანუ დააკვირდით ხეთს, რა ხეთზე ვსაუბრობთ და სად ხდება ანუ ამ ხეების დაწვა და სავარაუდოდ მიხვდებით რეალურად რაშიც არის საქმე. ეხლა განახებთ რეალობაში თუ რა ხდება. ანუ ამ ხედიდან რამდენიმე მეტრში, დაახლოებით 10-15 მეტრში ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ არის ნაძვები დამწვარი სპეციალურად ძირებში და ამაზე მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ მიმართა დედაქალაქის მერიას, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ფაქტია, რომ აქ უნდა იყოს ვიღაცის ბიზნეს ინტერესები. ზუსტად 10-15 წამი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ დანიშნულების ადგილზე, საიდანაც იწყება ეს კატასტროფა. აი ფაქტობრივად უკვე თქვენ ხედავთ იმ ნაძვების რიგს, რომლის ძირიც უკვე დამწვარია სპეციალურად ყველა ძირში არის ანთებული ცეცხლი, ანუ არც ისე ძველია ფაქტობრივად. აი ნახეთ, მე ვეცდები რომ გიჩვენოთ ყველა ძირი როგორ ინდივიდუალურად არის დამწვარი. მათ შორის აი ნახეთ და ანუ ასე აპირებენ რომ გაახმონ ეს ნაძვები. მე გიჩვენეთ თელ რიგ ტერიტორია, სადაც ეს ძირები არის დამწვარი სპეციალურად. და მათ შორის ანუ ეტყობა რომ ყველა ძირში ინდივიდუალურად არის დანთებული და ამას არაფერი არ ეტყობა რომ რამე ცეცხლი იყო გაჩენილი, ან ისეთი დიდი ხანძარი იყო და ამის გამო რომ მოხდა ეს ყველაფერი. იმედია კარგად ჩანს და აღსაქმელი არის ვიდეოში. ანუ მთელი ეს რიგი რო გაყვებით, აბსოლუტურად ყველა ძირი არის დამწვარი, აბსოლუტურად ყველა. და ანუ არანაირი კვალი არ ეტყობა, ირგვლივ სხვაგან არ ეტყობა კვალი, რომ სადმე ცეცხლი იყო მოდებული მაგალითად და ესე გადავიდა ერთმანეთთან. თქვენ ხედავთ ალბათ ბალახებსაც, ანუ ძირს ხედავთ, სადაც ანუ არანაირი ცეცხლის კვალი ან ნაკვალევიც კი არ არის და რეალობაში ყველა ხის ძირი არის აბსოლუტურად დამწვარი, აი მაგალითად. აი ეხლა თქვენ ნახავთ რომ აი ეს არის დამწვარი, ესე დანახშირებული, აქედან მივყვებით და არის მწვანე, ანუ არანაირი ცეცხლის კვალი აქ არ არის. ალბათ ხედავთ კიდეს, თუმცა აი აგერ ხე ისევე, რომელიც ასევე არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. და ირგვლივ ყველა ხე, რასაც ხედავთ, ეხლა რაც ტელეფონში ჩანს, აბსოლუტურად ესე ინდივიდუალურად არის დამწვარი. აი ხედავთ, აი ამ ხიდან შემდეგ ხემდეც, ანუ ძირს არანაირი დამწვრობის კვალიც კი არ არის, თუმცა აი აქვე ძირში ხედავთ თქვენ როგორ არის ეს დამწვარი, აი. იგივე აი აქიდან ამ მწვანეს ხედავთ, ანუ არანაირი დამწვრობის კვალი, თუმცა აი ძირები ესე სპეციალურად არის დამწვარი. ანუ აბსოლუტურად ყველა ხის ძირი და ალბათ ასეულობით ხეზია ახლა ლაპარაკი. ვეცდები მე იქით ხარეც განახოთ. არის ესე მდგომარეობაში და ხედავთ ალბათ რომ ბალახი მწვანეა და რამე კვალი რომ აქ მასიური ცეცხლი იყო და რაღაცას მოედო, ანუ ესეთი არაფერი არ არის. აი ხედავთ აი ამ ძირებს, რომელიც არის დამწვარი. ყველა ძირი ირგვლივ არის ესეთი დამწვარი და ასევე გაჩვენებთ, ანუ ხედი იმიტომ გაჩვენებთ, რომ კარგად აღიქვათ თუ რატომ შეიძლება კონდეს ვინმეს ბიზნეს ინტერესები ამ ადგილზე. ეხლა გავყვეთ და განახებთ კიდე ანუ ამის ჩაყოლებაზეც დამწვარ ხეებს. სრული კატასტროფაა, ასობით ხე არის სპეციალურად განადგურებული და ამაზე სამწუხაროდ რეაგირება არავის არ აქვს, მაშინ როდესაც ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც ეს გააკეთა და ჩაიდინა. რაზეც მინიმუმ რეაგირება უნდა კონდეს დედაქალაქის მერიას. აი ნახეთ, ეს ძირები კიდე ერთხელ
თელ სიგრძეზე და კიდე ერთხელ ვამბობ ვიდეოში ხედავთ რომ ირგვლივ ცეცხლის კვალი ანუ სუმწვანია ხო ხედავთ ანუ არანაირი რომ მასიური სადმე ცეცხლი იყო და იქიდან გადმოვიდა არ არის თუმცა ხის ძირებში კარგად ეტყობა რომ ყველა ესე ინდივიდუალურად არის დამწვარი ანუ ეს ყველა ფიქრობ რომ ვინც ახლა გვიყურებთ 78-ზე მეტი ადამიანი ხართ ლაივში უნდა გადააზიაროთ სოციალურ ქსელში მონიშნოთ დედაქალაქის მერია და უთხრათ რომ აქ მშენებლობის უფლებას არავის არასდროს არ მისცემთ და ამის გაправება მინიმუმ არ გამოვა აი ხედავთ თქვენ ხის ძირებს როგორ არის დამწვარი როცა კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ირგვლივ ნახეთ თუ არის აქ სადმე მასიური ცეცხლის კვალი აი თუმცა ძირები კიდე ერთხელ ვიმეორებ არის ინდივიდუალურად ყველა ხის ძირი დამწვარი ჩემი თხოვნაა რომ ყველამ ეხა 91 ადამიანია ლაივში რომ ყველამ ერთად გადავაზიაროთ ეს ვიდეო და მოვნიშნოთ თბილისის მერია ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარებთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ არ უნდა მივცეთ იმის უფლება რომ ეს ტერიტორია ეს ადგილი ესე აითვისონ ეხა ჩავყვების სიგრძეზე აქ ხედავთ რომ ანუ გადაკვეთაზე არანაირი ცეცხლის კვალი ან რაღაცა მსგავსი რომ იყო მაინც ანუ არ არის ხედავთ აი ეგ არაფერი ეგეთი არ არის თუმცა ეგერ კიდე ქვემოთ ნახავთ როგორ არის ასეულობით ხის ძირი დამწვარი ეს ეხა სიგრძეზე რასაც ხედავთ მე ინდივიდუალურად ერთ-ერთს გაჩვენებთ მაგრამ თელ სიგრძეზე ესე არის ძირები დამწვარი აბსოლუტურად აი კიდევ ერთი ეს უკვე ქვედარიგია 82 ადამიანი ხართ 84 ამ წუთას და ჩემი თხოვნაა რომ ეს ვიდეო ყველამ გადააზიარო და თბილისის მერია მონიშნოთ აი ეს ხის ძირი რომელიც აი ნახეთ როგორი დამწვარია რა იმედია ჩანს კარგად ვიდეოში როგორ არის აი ეს ძირი დამწვარია ესე აი ძირში არის ინდივიდუალურად ცეცხლი მოკიდებული და ფაქტობრივად დამწვარია და განწირულია გასახმობად იგივე აი აქით ამ ძირებშიც ყველგან აი ხედავთ ეხა რა ხეებსაც ხედავთ ყველა ძირი აი ესე ჩაყოლებაზე ინდივიდუალურად არის დამწვარი აი ნახეთ ქვედა მხარეს რიგებს რასაც ხედავთ აი აქაც ანუ გადასვლის რო ცეცხლი მაგალითად გადავიდა ერთი ადგილიდან მეორეში ამის კვალი არ არის აი თუმცა აი აქ უკვე ნახეთ მიუხედავად ამის ანუ არანაირი კვალი არ არის რომ ცეცხლი გადადის მაგრამ ამის ძირებიც ესე დამწვარია აი ნახეთ აი ინდივიდუალურად როგორ არის ეს ხეები დამწვარი აი ძირის ირგვლივ ხედავთ თქვენ აქ ნაგავი წყლია საკმაოდ ძველი ნაგავია და აქ ნამწვის ან რამე სიშავის ვერაფერს ვერ შეატყობთ არაფერი არ არის აი ძირი კი არის გადამწვარი მომწვარი სპეციალურად ისევე როგორც აი მაგალითად აი ამ ხის შემთხვევაში ჩემი თხოვნაა რომ აი 98 ხართ უკვე ძალიან გთხოვთ რომ ყველამ გადააზიაროთ და მონიშნოთ თბილისის მერია რა ხდება ლისის ტბის თავზე როგორ არის ასობით ხე ინდივიდუალურად ძირში დამწვარი აი ნახეთ აი ვცდილობ რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ წარმოდგენა ირგვლივ კიდე ერთხელ აი მოვატრიალებ ნახავთ მწვანეთ არის არაფერი დამწვარი არ არის აბსოლუტურად არც გაშავებული ანუ აქ არანაირი მასიური მასშტაბური ცეცხლის კვალი არ არის თუმცა ინდივიდუალურად ყველა ხის ძირი დამწვარია აი ეხლა ჩავყვები კიდე ქვემოთ აი ნახავთ ხო თქვენ ხედავთ ბალახებზე რომ ანუ არანაირი გადასვლა ცეცხლის არ არის და კვალი არ არის ამის მაგრამ აი აქაც ნახეთ როგორი დამწვარია ეს აი ძირები გაშავებული დამწვარი და ინდივიდუალურად ეტყობა რომ ხის ძირშია დანთებული ეს ცეცხლი აი ნახეთ ეს არის კატასტროფა აი იქითაც არც აქ არანაირი გადასვლის არ ეტყობა ცეცხლს თუმცა აი აგერ ეს ხის ხეც ესე ინდივიდუალურად არის დამწვარი და ხედავთ ცეცხლის კვალსაც მის ძირში ასობით ხე არის ამ მდგომარეობაში რაზეც სამწუხაროდ რეაგირება არ აქვს დედაქალაქის მერიას და არ გამოვრიცხავთ რომ რახან ხვას არ იღებენ
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ინფორმაცია როგორც ჩვენ მოგვაწოდეს, ასევე აქვს დედაქალაქის მერიას, იყოს ბიზნეს ინტერესები. ეხლა ისევე ავალ ზემო და გაჩვენებთ, ვინც ეხლა ჩაგვერთეთ 125 ადამიანი ხართ, ვინც ეხლა ჩაერთეთ, გაჩვენებთ თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ბიზნესისთვის საინტერესო ლისის თავზე ვიმყოფებით, ვინც ეხლა შემოგვიერთდა იმ ადამიანებისთვის და აი ერთი მინდა კიდე აი აქით ხო ჩვენ გავიარდე ეს ხეები ხარ რასაც ხედავთ აბსოლუტურად ყველა ძირში არის დამწვარი აბსოლუტურად ყველა ძირში ინდივიდუალური ცეცხლია დანანთე იმიტომ რომ სიმწვანეს ხედავთ ხო ანუ არანაირი ცეცხლის კვალი არ არის მაგრამ აი ერთხარ ეს მაგალითად იყო ცეცხლის კვალი აი იქ საერთოდ არაფერი არ ხდება აქ მეორე მხარეა მიუხედავად ამისა აი ეს ხეც ესე ინდივიდუალურად ესე არის მის ძირში ცეცხლი დანთებული და დამწვარი ხედავთ ალბათ ეხლა მოდი კიდე ერთხელ დავბრუნდეთ იმ ადგილზე, სადაც თავიდან დავიწყეთ და ნახოთ რატო შეიძლება იყოს ბიზნესისთვის ეს საინტერესო 130 ადამიანი რომელიც ეხლა ლაივში ამ ყველაფერს უყურებ და კომენტარებს წერთ ძალიან გთხოვთ ჩემი კიდევ უმორჩილესი თხოვნაა რომ ყველამ გადავაზიაროთ მოვნიშნოთ თბილისის მერია და ყველამ ერთად უთხრათ რომ ამის საშუალებას უბრალოდ არ მივცემთ იმიტომ რომ აი რიგში ალბათ რომ დავთვალოთ რამდენიმე ასეული ხე იქნება, რომელიც ესე ძირში არის მასშტაბურად დამწვარი. ეხლა ადგილზე კიდე მივალთ და განახებთ, რატომ შეიძლება იყოს ბიზნესისთვის ეს ადგილი საინტერესო. ანუ ეს ზოლი არის თავიდან ბოლომდე, ეხლა რასაც ხედავთ, აი დაგანახებთ კიდე ეს ზოლი და ქვედა ზოლები, ანუ რა ხეებსაც ხედავთ ეხლა, აბსოლუტურად ყველა ხის ძირში ინდივიდუალურად იყო ცეცხლი გაჩენილი და დამწვარია ხის ძირები, ანუ ეს ხეები გაანწირულია იმისთვის, რომ გახმეს და შემდეგ სავარაუდოდ მოჭრიან და თუ რატომ შეიძლება იყოს ეს საინტერესო, კიდე ერთხელ გეუბნებით, ეხლავე განახებთ 158 ადამიანი, ვინც ეხლა იმყოფებით ონლაინში, თხოვნაა რომ გადააზიაროთ ეს ვიდეო. ეხლა განახებთ ზუსტად 20 მეტრში როგორი ასე ვთქვათ კადრი იშლება და რის გამო არის ბიზნესისთვის ეს ადგილი საინტერესო. ეხლავე განახებთ რა ადგილზე ვარ ჩვენ, ეს არის ლისის თავზე. ლისის ტბის თავზე, სადაც ასობით ხე არის განადგურებული უკვე ფაქტობრივად. აი საუბარია ამ ადგილზე, ამ ხეებიდან ზუსტად 10-15 მეტრში იშლება უკვე ეს კადრები. ანუ ხედავთ ალბათ ყველა რა შეიძლება ამოძრავებდეთ იმ ხალხს, ვინც ეს ჩაიდინა. ანუ აი ამ ხედის გამო, აი ხედავთ ალბათ ხო? კარგად ხედავთ. აი ხედის გამო, რომ აქ ააშენონ საცხოვრებელი კორპუსი ან სასტუმრო ან რაიმე კომპლექსი. აი ამ ხედისთვის საკმაოდ მომგებიანია ალბათ ბიზნესმენებისთვის, ან არ ვიცი რისთვის. რა არის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ერთადერთი მიზეზი რის გამო შეიძლება ეს გააკეთონ არის ბიზნეს ინტერესები. აი ეს ხედი და აი ამ ხედიდან ზუსტად 15-20 მეტრი და ისევე ეხა იმ ადამიანებისთვის ვინც ეხლა შემოგვიერთდა თავიდან არ გიყურებიათ ამ ვიდეოს ზუსტად 15-20 მეტრში არის ის ადგილი, იწყება ის ადგილი, სადაც ასობით ხის ძირი არის დამწვარი სპეციალურად იმისთვის, რომ ეს ხეები გახმეს და შემდეგ უკვე მოიჭრას. აი ისევე იმ გზას გავივლი, რაც დასაწყისში გავაკეთეთ ჩვენ. 204 ადამიანი, რომელიც ლაივში ამ წუთას გვიყურებთ, ძალიან გთხოვთ ყველამ ნახეთ ეს ვიდეო კარგად და გადააზიაროთ ის მერია და არ მიცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მიზნები განახორციელონ და დავიცვათ ეს ადგილი, თორე არ ვიცი, რა ვიცი, ასეულობით ხე ისია გადამწვარი, რომ კაციშვილს ხმა არ ამოუღია და რეაგირება არ ქონია. აი მოვედით უკვე იმ ადგილზე, იმ ხედიდან ზუსტად ნახეთ თქვენ, ხო? 15-20 მეტრში საიდანაც იწყება ეს ხეები და ძირში ხედავთ თქვენ დამწვარ ხეებს. აი ძირებში არის ცეცხლი ანთებული და აქ არანაირი მასობრივი რაღაცა ცეცხლის კვალი არ არის. უბრალოდ ინდივიდუალურად ვიღაცამ რაღაცა მიასხა სავარაუდოდ ამ ხის ძირებს და ინდივიდუალურად დაწვა. აი ხედავთ თქვენ ხის ძირებს როგორ არის დამწვარი და მათ უმრავლესობას ავიც ხმობაც აქვს სავარაუდოდ დაწყებული. აი ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაა.
ეს არის ჩაყოლებაზე აბსოლუტურად ყველა ხე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ქვემოთაც განახეთ მე ეს ხეები რამ მდგომარეობაში ხარ, რამ მდგომარეობაშია. და რა ვიცი, ეხლა ამ წუთას იმყოფებით 200 ადამიანი ლაივში. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ეხლა გვემატებით ნელ-ნელა და უყურებთ ამ ლაივს, რომ გადააზიაროთ სულ ყველამ და მონიშნოთ თბილისის მერია. არ მივცეთ ამ ვანდალიზმის საშუალება, რაც სამწუხაროდ უკვე სანახევროდ უფრო მეტად განახორციელეს. აი ხედავთ ძირებს, ხო? როგორ არის დამწვარი ძირები. აი ნახეთ ეს შესანიშნავი ნაძვები, სარეკრეაციო ზოლი, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია, იმიტომ რომ ძირში ეს ყველა, აი ხა რასაც ხედავთ, აბსოლუტურად ყველა ძირში არის დამწვარი, აი იმედია ჩანს ვიდეოში კარგად და ინდივიდუალურადაც განახეთ, რომ აქ არანაირი, აი ძირშიც ხედავთ, რომ არანაირი ამეთ ცეცხლის კვალი რომ აქ რაღაცა ისეთი მოხდა, არ არის, აი ხედავთ, როგორ აი ესე მასიურად არის დამწვარი ეს ძირები. ეხლა ლაივს გამურთავ ზუსტად რამდენიმე წამში და 213 ხართ უკვე 214 ვინც ლაივში გვიყურებ და ჩემი თხოვნა კიდევ ერთხელ რომ გადააზიაროთ ეს ვიდეო, რომ ნახოს საზოგადოებამაც, ხალხმაც, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. ეს არის კატასტროფა, რაც აქ ხდება. აი ხედავთ ძირებს, როგორ ინდივიდუალურად არის დამწვარი ეს ყველაფერი და ირგვლივ რომ ანუ არანაირი ცეცხლის კვალი არ არის, ეს გადასვლაც აი ხა კიდევ ერთხელ ცხადყოფს. აი ხა ნახეთ ეს სიმწვანე, სადაც ანუ არანაირი ცეცხლი რომ რაღაცა ერთობლივად ტრიალებდა სიტყვაზე, ანუ არ არის აი წვანეთ და ისე მე მივდივარ და ხის ძირები ისევე როგორ აი ესე არის ინდივიდუალურად დამწვარი ცეცხლისგან, აი ხედავთ. დიახ, აი კიდე ამ რიგსაც ჩავყვები 230 ადამიანი ხარ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც უყურებთ, აი ინდივიდუალურად არის დამწვარი ხის ძირები. ნახეთ კარგად. და დააკვირდით, აი გადასვლები ეს ხო არის ხის ძირი, რომელიც არის ინდივიდუალურად ესე დამწვარი. აი აქედან გადავდივართ წვანე, მეორე მხარესაც იგივე ხდება, თუმცა აი გადასვლაში ასე ვთქვათ, რაღაცა მასიური ცეცხლი იყო გაჩენილი, აი ხედავთ როგორი სიმწვანეა, არ არის ესეთი რამე, თუმცა ესე ხეები, აი ძირებში ყველა ხე არის ესე დამწვარი, აი ნახეთ, ირგვლივ ხა რასაც ხედავთ, აი ძირები არის სულ ყველასი აბსოლუტურად ინდივიდუალურად დამწვარი, შეგიძლიათ ვიდეოშიც ნახოთ, იმედია კარგად ჩანს. ლაივს ვამთავრებ, თუმცა ამ პრობლემის შესწავლაზე და იმაზე, რომ აი აქ არ მივცეთ მშენებლობის უფლება და თავისი მიზნების განხორციელების საშუალება, მე მგონი რომ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ წუთას 259 ადამიანი, ვინც ლაივში უყურებთ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ 259 ადამიანსვე მოგიწოდებთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი ქალაქი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რომ უბრალოდ ჩვენმა შვილებმა და ჩვენს ჯანგბადი ვის უნდა და არ მოხდეს ამ ხეების ასე ვთქვათ მოჭრა განადგურება, რომელიც სანახევროდ განხორციელებულია, ყველამ გადავაზიაროთ და მოვნიშნოთ თბილისის მერია.